რა ხდება ყოველთვის ინტერესდება ხალხის აზრით. ახლოვდება თვითმმართველობის არჩევნები და ჩვენ ვეცდებით გავიგოთ რა ხდება თბილისში. რა ხდებოდა 8 წლის წინ და რა ხდება ახლა. რა აწუხებთ, რა მოსწონთ და რა იდეები აქვთ ადგილობრივებს. დღეს გავიგებთ რა ხდება ვაკის რაიონში. ახლა ვიმყოფებით ჭავჭავაძეზე, სადაც მოსახლეობისგან გავიგებთ, რას ფიქრობენ ახალ რეაბილიტირებულ გამზირზე, რა გაკეთდა, რა შეიცვალა და რა იდეები აქვთ მათ. ძალიან კარგია, ჩემი აზრით ძალიან კარგად არის გაკეთებული, რაც ველად იყო, იმას პირველად ჯობია. ავტობუსით დავდივარ ყოველდღე და ძალიან კარგია ახალი გაჩერებები შუაში როა, გვერდზე მანქანების კარგად მოძრაობენ, ძალიან მომწონს და ასევე ველობილითაც თითქმის ყოველდღე ვიყენებ, იმიტომ რომ ელექტროსკუტერით მოძრაობ ხოლმე ზეთ. რაც იყო იმას ვუგებ, რაც იყო იმას ჯობია. ტრანსპორტის დადის, ავტობუსის დადის, ყველაფერი კარგადაა. მე მომწონს ველოგზები რომ გააკეთეს და ძალიან კმაყოფილი ვარ. რამდენად კომფორტულია თქვენთვის მგზავრობა? ძალიან კომფორტულია. სილამაზით კარგია, მწვანე ბუჩქები და გამწვანება. არც სატრანსპორტ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ არის კომფორტული. საზოგადოებრივი ტრანსპორტი კარგია, კი, ავტობუსის ზოლი ეს ძალიან ჭკვიანური. მე პირადად ძალიან მომწონს. ძალიან ლამაზია. შვენიერია. საზოგადოებრივი ტრანსპორტი მე მგონი გამოგვისწორდა, ასე რომ კი, არ კი რა შეადაროთ ადრე აქ ხომ არ იყო თქვათ ესეთი გამოყოფილი გზა ბასლაინს და მაგი მართლა გეთანხმები ძალიან მომწონს, კი. კარგია ნამდვილად, კი. თქვენთვის როგორც ქვეითისთვის და საზოგადოებრივი ტრანსპორტი თუ ითისთვის ნამდვილად, კი. ნამდვილად სასარგებლოა და ძალიან კარგია. როგორ მოგწონთ რეაბილიტირებული გამზირი, რამდენად კომფორტულია თქვენთვის? ფეხით მოსიარულეებისთვის ძალიან, მაგრამ მანქანით მოსიარულეებისთვის რა მოგახსენ. აი საზოგადოებრივი ტრანსპორტი თუ სარგებლოთ რამდენად ჩემს? საზოგადოებრივი კარგი არის. მაყოფილი ვარ საკმაოდ. ძალიან კარგი. ტრანსპორტი თუ სარგებლობთ, დრო როგორ შემცირდა ტრანსპორტის? არა მშვენიერია. დასუფთავებულია, ნორმალურად მოვლილია, ყველაფერი კარგია. ტრანსპორტის მხრივ კი, მე ტრანსპორტით დავდივარ და მშვენიერია. რამდენად კომფორტულია თქვენთვის მოძრაობა ტრანსპორტით? ძალიან. ანუ ცოტა სვეტაფორებს ველოდებით დიდხანს. სხვა ყველაფერი კარგია, სისუფთავე. ყველანაირად არის ძალიან კარგი, მომწონს ყველანაირად. ყველაფერი არის ძალიან კარგი, მომწონს აბსოლუტურად. ჭავჭავაძის გამზირი როგორ შეიცვალა რეაბილიტაციის მერე თქვენთვის რამდენად კომფორტულია? რავი, შვენიერია, ბევრად ლამაზია ძველთან შედარებით. საზოგადოებრივი ტრანსპორტი როგორც კომფორტის მხრივ მარტივად დადის ბევრად, მაგრამ ძალიან გავსებულია. ვიზუალურად ძალიან კაია, ლამაზია აქ უნივერსიტეტში ჯავახიშვილში დავდივარ, კაია ყოფნა ასე ვთქვათ კომფორტის მხრივ. რა თქმა უნდა ძალიან მომწონს. რამდენად კომფორტულია თქვენთვის ქვეითისთვის მგზავრობა? კომფორტულია, იმიტომ რომ ადვილად გადავდივართ, მოწესრიგებულია, ტრანსპორტი ჩერდება და რა თქმა უნდა კარგია. არა, რა თქმა უნდა, ხა სხვა უბნებში რო გაივლი, გაცილებით უკეთესია ჭავჭავაძე. აი როგორც ქვეითისთვის თქვენთვის რამდენად? ხა ეს განიერი ტროტუარი ძალიან ლამაზი. დრო როგორ შემცირდა ტრანსპორტის სიარულს, აი ბასლაინი რომ არის ამან კი, რა თქმა უნდა. აი ეს ზემოდან უყურებ, საცოვები როა და ეს ძალიან პრაქტიკულია. მე აღარ დავდივარ ჩემი მანქანით. როგორ მოგწონთ რეაბილიტირებული ჭავჭავაძის გამზირი? ძალიან. აი როგორი რამდენად კომფორტული გახდა თქვენთვის რომ ვთქვათ? ჩემთვის კომფორტულია. არ ვიცი სხვისთვის როგორ და ჩემთვის კი. საზოგადოებრივი ტრანსპორტიც უფრო კომფორტულია, იმიტომ რომ როცა საცობია, ტრანსპორტი თავისუფლად დადის. გამწვანებაც, რა ვიცი, მე მგონი არასოდეს არ ყოფილა ისეთი როგორც ეხლა. რა ვიცი, სილამაზით ვერ დაუწუნებდი ვერაფერს, თუმცა ხო იქეთ უბრალოდ ერთი ხაზი რო არის, გადაჭედილია ხოლმე მანქანები და გამწვანებით რავი, პრინციპში ხო რა ვერ დაუწუნებ ვერაფერს და რავი. ანუ სილამაზით მართლა ლამაზია, მე მომწონს რა ვიცი. და ბოლოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი ბასლაინში რომ დადის, რამდენად კომფორტულია? კომფორტული ძალიან არის, უბრალოდ გადაჭედილია ხოლმე ძალიან, აი სვაი ძალიან ბევრი ხალხი არის და ის და მაგიტომ რა მე არ მომწონს უბრალოდ ეგ ბასლაინში რო დადეს, ეგ ძალიან კომფორტულია, რომ მანქანებში არ იჭედება და სასუებში არ იმაშება. ლამაზია. წუნს ვერ დაუთევს. კომფორტული რამდენად არის? მძღოლებისთვის არა. ფეხით მოსიარულეებისთვის კი. ვიზუალურად რომ ითხრათ უფრო აი გამწვანება და სუფთავება რამდენად? ყველაფერი ჯამში წუნი არ დაედება ნამდვილად, კარგია. აი, რა ვიცი, ყველაფერი საფეხმავლო ნაწილი კარგია, ურნები, გამწვანება, ყველაფერი ასე ჯამში მოსაწონია. ახლა ვიმყოფებით გეგეშიძის პარკში, სადაც მოსახლეობისგან გავიგებთ, რას ფიქრობენ რეაბილიტირებულ სკვერზე. როგორი იყო აქაურობა ადრე და ეხლა გაკეთებული, როგორია, როგორ მოგწონთ?
გადასარევად ჩვენ აქ მოვდივართ და ვისვენებთ ხოლმე და მოგწონს შადრევნები. ყალაძეს მადლობა რომ მთელი ქალაქი აქვს გამწვანებული. ისე მოვლილი არის. უვლიან აქ ბალახებს, ბუჩქებს უვლიან. გამწვანება კარგია, კი, კარგია. ადრე როგორი იყო? ეხლა როგორ შეაფასებთ? რამდენად მოგწონთ ეს სკვერი? ძალიან მომწონს, ძალიან სასიამოვნო გარემო არის დასასვენებლადაც. ადრეც ვისვენებდით კი ჩვეულებრივად ხა. რო არ მოგატყო ამობნელი არ ვარ, ნახალოკელი ვარ. უბრალოდ ვიცი აქ რა სიტუაციაც იყო და კარგია, სიმშვიდეა, სიწყნარია, ყველაფერი მომწონს. სხვათა შორის ძალიან მომწონს რა, ძალიან კარგად არის. ერთადერთი რაც მინდოდა იცით, აი აქ იყო ერთი ისა ბურგერ ბარი. რომელიც საიწვიმა რომ მოვიდოდა, იქ შედიოდა ხალხი და რაღაც თავს შეაფარებდა. რაღაცა პატარა რაღაცა რო იყოს ისეთი ის მეც არ მომწონდა რო გითხრათ სიმართლე. მაგრამ რაღაცა რო იყოს რომ თოვლი იქნება, წვიმა იქნება, რომ სახში კი არ გაიქცეს ადამიანი. ერთადერთი რაც მე მინდა ვთქვა, ყველაფერი დადებითად შევაფასებ, ნამდვილად კარგად შევაფასებ. ერთადერთი ჩემი აზრით აუცილებელია რომ უპატრონო ძაღლებს უპატრონოს ქალაქ. ახლა ვიმყოფები მრგვალ ბაღში, სადაც ადგილობრივებისგან მოვისმენთ, რას ფიქრობენ თავიანთ უბანზე. თუ გახსოვს, ადრე როგორ გამოიყურებოდა ამ სკვერის ტერიტორია და ახლა როგორ შეიცვალა და რა გაკეთდა? ადრე აი ეს დასაჯდომები არ იყო. ანუ ბევრი დასაჯდომიც არ იყო და აი ეს გამოასწორეს ნამდვილად. ძირსაც დიდი რესტავრაცია გაკეთებული, შადრევანთანაც, უფრო დაცულია ბავშვებისთვის უფრო არის ეს გარემო ეხლა, ვიდრე ადრე იყო. ეხლა ჯობია, ნამდვილად. აი ადრინდელთან შედარებით რა შეიცვალა რომ მითხრათ, როგორ გამოიყურებოდა ადრე და ახლა რა გაკეთდა კონკრეტულად? ანუ არ იყო მაგალითად ეს გალავანი და სკამები ამდენი არ იყო, ხო? არც ეს მიწის კი არა და ეს საფარი არ იყო, რბილი დაგებული, უფრო რაღაც სხვა იყო. სხვა შორის არ მახსოვს, მაგრამ ის ვიცი რომ სკამები იყო სხვანაირად და გამწონება დაამატეს ბევრი. და კიდე ეს რა დანტეს მემორიალი რო არის. აი ბავშვები რო არ წაიქცნენ, ზედაპირი რო არის კარგი, ეგეც სანგაია. ახლა ვიმყოფები მზიურის პარკში, სადაც ადგილობრივებისგან მოვისმენთ, რას ფიქრობენ თავიანთ უბანზე, რა გაკეთდა, რა გაუმჯობესდა და რა იდეები აქვთ მათ. თუ გახსოვთ ადრე როგორ გამოიყურებოდა ეს ტერიტორია და ახლა რა შეიცვალა, რა გაკეთდა, რისი დამატების სურვილი გაქვთ? ადრე მახსოვს რომ ესეთი მოწესრიგებული გზები არ იყო. გულისხმობ სანამ მოხდებოდა წყალდიდობა. თუმცა ეხა არის მაგალითად ეს ველოსიპედის გზა. არის ძალიან კარგი რეკრეაციული ადგილი რომ დაისვენო. გააკეთვა შემოსასროლი არის აქტივობა, იოგა, ან უბრალოდ პიკნიკი. შეცვლით მაგალითად აი ამ ტბას ცოტას უფრო გავადიდებდი, იმიტომ რომ ზოგადად არ გვაქვს ძალიან ბევრი ტბა და ბევრი რეკრეაციული ადგილი და არ არის აუცილებელი ყველაფერი ჩავაბეტონოთ. ძალიან კარგი იქნება თუ დავტოვებთ ბევრ მწვანე სივრცეებს, იმიტომ რომ მწვანე სივრცეები ყველას ჭირდება. თქვენ რამდენად ხშირად გამოდიხართ აქ? რამდენად დიდ დროს ატარებთ? ძალიან ხშირად. ყოველ დღე. რას ეკეთებთ ხოლმე? ველოსიპედის მართვას ვასწავლებ. თუ გახსოვთ ადრე როგორ გამოიყურებოდა ეს ტერიტორია და ახლა როგორ შეიცვალა, რა გაკეთა, რა მოგწონთ კონკრეტულად? მახსოვს კი. რა შეიცვალა? დაპატარავებული არის ერთი ველას ვიტყოდი. დანარჩენი რაც არის გაკეთებული, ყველაფერი მომწონს რა. აი არის გაკეთებული და რა? ხეები, ბალახი, ტბა, ძაღლების სივრცე. რამდენად ხშირად ჩამოდიხართ? ყოველ დღე თითქმის. თუ გახსოვთ ადრე როგორ გამოიყურებოდა ეს ტერიტორია და როგორ შეიცვალა? როგორ შეიცვალა? ადრე იყო როგორ ვაგეხსნათ, იცით, აი ჯუნგლებივით იყო რა. ხოდა იმის შემდეგ რაც მთავრობა მოვიდა, ყველაფერი კარგად გააკეთეს რა. ეს ნამდვილი სკვერია, ძალიან კარგია. რა გაკეთდა კონკრეტულად რომ მითხრათ? რა ხედავთ, აი ბაღი. ჩოლები ბაღი, მაშინ ბაღი არ იყო ხა. ყველას ეშინოდა გამოსვლა ეს. ვერ გამოდიოდა ეშინოდათ რა. მაგალითად, ოდნავ დაბნელდებოდა, თუ არა, აბა ეხლა ნახეთ როგორ აი განათებული. მაშინ არ იყო ესეთი ისა. პერიოდი იყო, მაგრამ მე ნელ-ნელა გამოასწორეს რა. ბევრი ის გააკეთე. მართლა კარგად არის რა გაკეთებული. ადრე იყო ცუდი მდგომარეობა, საკმაოდ არ იყო მაგალითად განათებები, ეხა განათებული არის, გამწვანებული არის, აი აქეთ ზონა არის მაგალითად ბავშვებისთვის და ეს ძალიან კარგია. იქით ძაღლებისთვის არის ზონა და შესაბამისად ცალკე არიან და დაცულია ბავშვები ამ მხრივ.
და ეხლა როგორც ვიცი, ზოოპარკის ტერიტორიას უნდა შეუერთდეს ეს მზიური და ძალიან კარგი იქნება იქ თუ გაკეთდება. სიმართლე გითხრათ, ადრე როგორ გამოიყურებოდა, ნამდვილად არ მახსოვს. დაახლოებით ესე 7 წლის წინ იყო ესე პირველად რომ დავიწყე სიარული და უკვე გაკეთებული იყო. და ანუ ჩემთვის პატარა შვილი მყავს და ძალიან სასიამოვნოა რა, ძალიან ბევრი მისთვის უსაფრთხო და სასიამოვნო გასართობია. არაფერი ისეთი სარისკო არ არის. იქით ასევე სკეიტბორდის აქტივობებია და ესეც ძალიან უყვარს ჩემს შვილს. და სასიამოვნოა ისე უბრალოდ მოხვიდე მიწაზე დაწვე და უბრალოდ ქალაქშივე იგრძნო თავი ქალაქისგან მოშორებით გამწვენებაში. ახლა ვიმყოფებით დელისზე მდებარე რეკრეაციულ ზონაში, სადაც ადგილობრივებისგან გავიგებთ, რას ფიქრობენ აღნიშნულ სკვერთან დაკავშირებით. დღე როგორ გამოიყურებოდა ამ სკვერის ტერიტორია და ახლა რა შეიცვალა და რა გაკეთდა? სრულიად მიტოვებულად გამოიყურებოდა ეს ადგილი, ხეები არ იყო და არის ძალიან გამწვანებული და სასიამოვნო გარემოა. რა გაკეთდა კონკრეტულად? დაირგო ხეები, სასრიალოები, გზა დაიგო და ანუ არ იყო საერთოდ ხეები, გამწვანება არ იყო და გაამწვანეს, დაარგეს ძალიან უვლიან ყოველდილით. მოწესრიგებული არის გაზონი, ასევე გზა არ იყო და დაიგო და აი ბავშვებისთვის ძალიან ჯანსაღი გარემოა. თქვენ ამდენად ხშირად ჩამოდიხართ? ყოველდილას საღამოს. ხან ძაღლით, ხან ბავშვებით. უბრალოდ ეხლა დღეს რო უყურებთ, ეხლა რა თქმა უნდა არის აი ძალიან ისეთი როგორ აი დიზაინერულად თუ შეიძლება ითქვას, ხო, ძალიან კარგია. მართლა ძალიან კარგია. ატმოსფერო რაღაცნაირი გაჩნდა ისეთი, რომ აი ქსიამოვნებს, რომ მოხვიდე და დაჭდე რა. აი ეს არის. მოკლედ ჯამში არის კარგი. ჯამში არის კარგი და ნუ დანარჩენი რა უნდა ვთქვა ახლა. ჩვენ ქსიამოვნებს და აქ მოვდივართ. თუ გახსოვთ, ადრე როგორ გამოიყურებოდა ეს ტერიტორია და რა შეიცვალა? აუცილებლად აღსანიშნავია და აი ნამდვილად გაუმჯობესებულია სიმწვანის ხრით, ინფრასტრუქტურა და ძალიან კმაყოფილი ვარ. მე სპეციალურად ჩამოვდივარ მეორე კვარტალიდან, რომ აი აქ ვიყო გაუმჯობესებული ყველანაირად და მოსახლეობისთვის არის. აი ყოველდილით იწვებოდა, რა თქმა უნდა, პაპანაკება იყო და ასეც უნდა ყოფილიყო, მაგრამ აი რომც არ იყო სიცხე, მაშინა ზრუნავენ, იცი, ნამდვილად და დიდი მადლობა, ვისი იდეაც იყო და ყველაფრისთვის ძალიან დიდი. კი, ბევრი რამე შეიცვალა, ახალი ინოვაციები შემოვიდა, უფრო სასიამოვნო გახდა აქ მოსვლა. ბუნება მეტად მწვანე გახდა, ეს პირველი რაც შევამჩნიე. მოედანი მეტად გაუმჯობეს და ფარებიც გააკეთეს და საკმაოდ სასიამოვნოა ახლა აქ მოსვლა. დიდ დროს ატარებ აქ. დღეში 3 საათს ვცდილობ რომ მოვიდე ვითამაშო.